მოგესალმებით, თქვენს წინაშეა AdTalk და Benefit Talk-ის კოლაბორაცია. ჩვენ ვიმყოფებით წინანდალში Networking Georgia-ს ღონისძიებაზე და აქედან ძალიან ბევრ საინტერესო სტუმართან ერთად მოგაწუნეთ ძალიან საინტერესო ინსაიტებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. მე მინდა პირველ რიგში გაგაცნოთ ჩვენი პოდკასტის პირველი სტუმარი, ტორე სამოსი, კრეატიული დირექტორი და თანადამფუძნებელი კომპანია ამბავის და ამბავი კრეატორსი კი ბატონო და ძალიან საინტერესო სხვათა შორის ჩვენ მქონდა საუბარი სანამ დავიწყებდით ჩაწერას უშუალოდ რაღაცა დეტალებზე თუ რასაკეთებს ეს კომპანია. პირველ რიგში ალბათ მაყურებელსაც რო გავაგებინოთ, იმიტომ რომ ჩვენს თემას ეხება და ჩვენი თემა არის networking-თან დაკავშირებული, იმიტომ რომ ეს თლიანი ღონისძიება ამას ეხება და მინდა რომ ვისაუბროთ რაღაც უფრო მეტ სიღრმეებზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს networking-ს ბიზნესში, რა მნიშვნელობა აქვს networking-ს პირად ურთიერთობებში და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება იყოს მოკლედ ჩვენი მაყურებლისთვის. მოგვიყევით რასაკეთებს თქვენი კომპანია. გამარჯობა პირველ რიგში და მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ და შემიძლია ამაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა უხეშად რო ვთქვა სოციალური ცხოველები ვართ და ადამიანები ურთიერთობების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ყოფნა. ყოველ შემთხვევაში თუ მარტო სულად ვიგრძენით თავი, ეს ჩვენ პრობლემას გვიქმნის და ევოლუციურად განპირობებული რამე. ამიტომ ჩვენი ცივილიზაციაც მთლიანად დგას ნდობაზე, დგას ურთიერთობაზე, იმიტომ რომ ნდობას ვერ ააშენებ ურთიერთობის გარეშე, ხო? და პრინციპში ვიცით ისიც, რომ მაგალითად თუ გინდა რომ შექმნა ბრენდი არ იქნება მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ ხარისხიან პროდუქტს ქმნი, ბრენდი იქნება შენი ამბის თხრობით და ამ ამბის სხვა ადამიანებამდე მიტანით. შესაბამისად, ამბავი კრეატორის მისიაც არის მთავარი რამ ამბის თხრობა, რომ ადამიანებს მოვუყვეთ ამბავი. უბრალოდ ესეც ისეთი რამეა, რაც მთელ კაცობრიობა ვაკეთებთ ამას უხსოვარი დროიდან, ხო, ერთმანეთს უყვებით ამბებს, მაგრამ ამ ამბის თხრობაში შემოდის ხოლმე ეგეთი პრობლემა, რომ ამბის თხრობაში მარტო თვითონ ამბავი არ არის მნიშვნელოვანი, თავარია როგორ ყვები, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე თუ ფორმები გაცვდა ამოწურავს დამაჯერებლობას. ამ დამაჯერებლობას კარგავს არა თვითონ ამბავი, რომელსაც ყვები, არამედ ამ ამბის თხრობის ფორმა. და აი ჩვენი მისია არის ის, რომ ვიპოვოთ ამბის თხრობის ისეთი მეთოდები, რომლებიც ჯერ არავის არ გამოუყენებია და შევთავაზოთ ჩვენ პარტნიორებს და ჩვენი პარტნიორები არიან როგორც კომპანიები, ისე ცალკეული არტისტები, სახელმწიფო ინსტიტუციები, იმისთვის რომ ეს ამბები მოვყვეთ ძალიან განსხვავებული ფორმით. ეხლა რას გულისხმობთ განსხვავებულ ფორმაში, ხო? როდესაც თქვათ ამბავს ვისმენთ, ჩვენ ვართ პასიური მსმენელები. და ეს ამბავი გადადის მეხსიერებაში, პასიურ მეხსიერებაში, რა. და როდესაც ჩვენ ვერთვებით ამ ამბავში და მთავარი გმირები ვხდებით, მაშინ ეს ხდება ჩვენი გამოცდილების ნაწილი და არასოდეს არ გვავიწყდება. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ ხოლმე ამბის თხრობის ისეთ ფორმას, სადაც უბრალოდ რაღაცა ინფორმაციას კი არ მივაწვდით ადამიანს, არამედ ჩავრთათ. ან მაგალითად ჩვენ ვქნით ხოლმე ინტერაქციულ ინსტალაციას, სადაც ადამიანი პირდაპირ შედის კომუნიკაციაში ეკრანთან, ან შეიძლება ის კედელი ავალაპარაკოთ, შეიძლება ავალაპარაკოთ კონკრეტული ნივთი, მაგალითად ჭიქა და ჭიქას მოვაყოლოთ ეს ამბავი და ეს იმერსიული გამოცდილება ქმნის უკვე სხეულებრივ გამოცდილებას და სხეულებრივი გამოცდილება არის ის, რაც ვერ დაგავიწყდება, შენი ნაწილი ხდება და შესაბამისად ეს უკვე ამ ამბავსაც ხდის დამაჯერებას. ხო, აი მარტივად რო ვცდილობ ხოლმე ავხსნა, ვხსნი ხოლმე ესე რომ ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რადგან თქვენ გიფიქრიათ, რომ ნეტა ეს შესაძლებელი იყოს, მაგრამ გიფიქრიათ, რომ ეს ამას ალბათ აქ არავინ არ აკეთებს და ჩვენ ვაკეთებთ. ოკეი, და ძალიან საინტერესო გადასვლა არის. იცი რა არის, რაც შინაარსობრივად ეხლა რასაც მოვყვებოდი, ფაქტიურად თითქოს ძალიან ახლოს არის ურთიერთობასთან. რა თქმა უნდა. ანუ ეს არის რეალურად რაღაცა გამოცდილება, რომელიც შენ გრჩება და იგივე არის ალბათ ურთიერთობა ადამიანებს შორის, კომპანიებს შორის. აი თქვენი გადმოსახედიდან ზოგადად რა როლი აქვს აი ამ ურთიერთობას? ახლა შეიძლება უშუალოდ თქვენს პროდუქტზე არ იყოს საუბარი, მაგრამ ზოგადად აი ბიზნესში და თუნდაც პირად კომუნიკაციაში არ ვიცი. პრინციპში ეგ არის, რომ შენ როცა გინდა რომ ნდობას დააფუძნო, ან რაღაც ზელვადიანის შექმნა თუ გინდა, მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ კომპანია, არტისტი ხარ, ანუ არტისტიც ხო რაღაც თვალსაზრისით ბრენდს ქმნის, საკუთარ ბრენდს ქმნის და ნებისმიერ შემთხვევაში შენ გჭირდება რომ ეს ააშენო ნდობაზე და ნდობა ურთიერთობის გარეშე არ არსებობს, ანუ ნდობას ვერ მოიტყუები ნდობაში, ასე ვთქვათ რა. არ შეგიძლია რომ ადამიანები დააჯერო დიდი ხნით ტყუილს, შეიძლება რაღაცა პატარა ტყუილი
დაგიჯერონ რაღაც მოკლე დროით, მაგრამ განუსაზღვრელი დროით ტყუილზე ვერ აშენებ ვერაფერს. ამიტომ გჭირდება ნდობა, ნდობა სჭირდება ურთიერთობა, იმიტომ რომ სადაც ურთიერთობა არ არის, იქ ეს ამბავი მალე გაივლის და ჩაივლის და გაქრება. და ჩემთვის არის ცოტა ესეთი რაღაც რა, ანუ ამ გადასახედიდან რომ შევხედოთ საით მიდის ხო ჩვენი სამყარო, პირობითად რომ წარმოვიდგინოთ ადრე იყო ეგეთი პრობლემა, რომ არ გქონდა საკმარისი პროდუქტები, მაგრამ ის რომ კაპიტალიზმმა ზოგადად შექმნა ეგ რომ ჩვენ გვაქვს ახლა ბევრი პროდუქტები და ამ ბევრი პროდუქტების შემქმნელებს გვაქვს პრობლემა როგორ მივიტანოთ ეს ადამიანებამდე. და ამიტომ გახდა ძალიან ბევრი ზედაპირული ინფორმაცია. ანუ ჩვენ კი ვცდილობთ რომ აი რეკლამის ტრადიციულ ფორმაში რაღაცა კრეატიულობა ჩავდოთ, ეს ჩვენი ღირებულებები ვაჩვენოთ, მაგრამ სულ უფრო და უფრო რთულდება. და ნელ-ნელა მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ არენაზე კიდევ უფრო სხვა გამოწვევები გააჩინა და ნელ-ნელა მიდიხარ გინდა არ გინდა, გიწევს წახვიდე იქითკენ რომ შენი საზოგადოება შექმნა, ანუ ის ადამიანები შემოიკრიბო გარშემო, რომელიც უბრალოდ პროდუქტს არ მოიხმარს, ღირებულებებში გეთანხმება. რა თქმა უნდა, ახლა მილიონნაირი კომპანია არსებობს, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პროდუქტი აწარმოოს და უბრალოდ სერულად გაყიდოს და არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამაზე აგებენ თავის სტრატეგიას, ხო, რომ შექმნა შენი საზოგადოება, რომელიც შენ ღირებულებებს იზიარებს და ეს გახდეს შენი სიმყარე. და ამიტომ აი აქ შემოდის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის, იმიტომ რომ შენ თუ ადამიანთან ურთიერთობა არ გაქვს და ეს რაღაც ურთიერთობის ფორმები არ იპოვე და ამ ურთიერთობაში მუდმივად თუ არ იმყოფები და ეს ორმხრივი თუ არ არის, შეუძლებელია რომ ეს საზოგადოება შეინარჩუნო. და ჩემი ინსპირაცია გარკვეულწილად იყო ეგეთ რაღაცაზე დაფიქრება რა, რომ მაგალითად ეკლესიაში გავიზარდე და ჩემი მღვდელი იყო და მთელი ცხოვრება უყურებდი ეკლესიას როგორც საზოგადოებას. ეკლესიას ეგ აქვს მაგარი რომ რაღაცა საზოგადოებაა, რომელიც ერთი რწმენის გარშემოა გაერთიანებული და რიტუალი არ არის უბრალოდ რაღაც როგორ თქვა რა, ზედაპირული რიტუალი, რომელშიც ერთვები. ქრისტიანობის ლიტურგია არის მთლიანად ინფორმაცია, ამბავი. ლიტურგიას რო ესწრები, თუ მოусმენ და დააკვირდები ქრისტეს ცხოვრების მთელი ისტორია შეყვება და ყველას აქვს თავისი როლი, იქ სტიქაროსანს, დიაკვანს, მღვდელს და სხვა როლს განასახიერებს და რო უკარო გადაახვიო, თქვათ, შუა საუკუნეებში აი სანამ ინფორმაციის მასიური საშუალებები გაჩნდებოდა. ეს იყო აი სოფელში რო ცხოვრობდა ადამიანი, ეს იყო მთავარი ამბავი, რომელშიც ის იყო ჩართული. და ამიტომ ეს ხდებოდა ცხოვრების ნაწილი. და ეს რაღაცნაირად გახდა ჩემთვის ფიქრის დროს ნიმუშად, როგორ შეგიძლია, რომ ადამიანს უბრალოდ კი არ მოუყვე რაღაც ინფორმაცია, არამედ ამ ადამიანებთან იყო მუდმივად კავშირში, მუდმივად იპოვო გზები, როგორ შეხვიდე ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა ეფუძნებოდეს სამსაერთო ღირებულებას და მაშინ შენ ქმნი უკვე ძალიან მყარ საფუძველს, რომელზეც ეს ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდება და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ხო, აი ხა რო გისმენდი, თითქოს რაღაც ესე შთაბეჭდილება დამჩა, რომ შენ უნდა იმუშაო მაგაზე, ხო, რაღაც ერთგვარი გამოცდილება არის, იმიტომ რომ თითქოს რაღაც წლების მერე მიდიხარ მაგ აღმოჩენებს მერე აკეთებ და ასე შემდეგ და ალბათ ყველა ადამიანს თავისებური აღმოჩენა აქვს, ხო, როგორც რაღაც უფიქრდება, რაც როგორ ამბობს, რაში თავის შეცდომებს იაზრებს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის თუ არის რამე აი ისეთი რაც შეიძლება გაუზიაროთ ჩვენ მსმენელს. მაგალითად, რა არის მნიშვნელოვანი თუნდაც თქვენი აღმოჩენებიდან, რომელსაც ადამიანებს შეიძლება რაღაცა ესე შორტკატები, ესე რომ დავარქვათ, მივცეთ, რომელიც გამოადგება უშუალოდ ნეტვორკინგის ნაწილში, ბიზნესის მხარეს იქნება თუ პირად მხარეს, აი რაღაცა სამი წესი არ ვიცი როგორც იტყვიან ხოლმე არ ვიცი თქვენ როგორც გაგიხარდებათ მოკლედ. ой, არ ვიცი ამდენად სამი იქნება, მაგრამ ერთი ეხოლები რომ დავამოკლან. ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი ისტორია გამახსენდა ეხლა, რომ აკაკი წერეთელი იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოეტი თავის დროში, აი რო წარმოვიდგინოთ აკაკი წერეთელი იყო როკსტარი, აი საქართველოში პირველი როკსტარი, თუ შეიძლება ვინმეზე თქვა, იყო აკაკი წერეთელი. მაგრამ აკაკი წერეთელმა რო გადაწყვიტა კენჭისყრა რაღაც თანამდებობაზე, მიიღო ყველაზე ცოტა ხმა. და ამ ისტორიამ დამაფიქრა თავის დროზე ეგეთ რამეზე, რომ ადამიანები რაღაც ნაწილში ვართ დამაჯერებლები, როცა რაღაცაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ საზოგადოებამ ამ როლში აუქვა და რაღაც ნაწილში ხდებით
არადამაჯერებლები. და იგივე არის ბიზნესისთვისაც რა, ანუ შენ თუ მუდმივად ლაპარაკობ, შენ თუ რაღაც არ შემოსაზღვრე შენი სივრცე, შენი კომპეტენციის ფარგლები და მე ამაში არ გამყარდი, ასე ვთქვათ და დარბი ხარ ან სწრაფად ცვლი რაღაცებს. ანუ ხდები არადამაჯერებელი. ამიტომ ძალიან მყარად უნდა იცოდე შენი ნიადაგი, ანუ სად გეხარ, რატოდ გეხარ იქ სადაც გეხარ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რამდენად შეგიძლია შენ თვითონ გჯეროდეს იმის, რასაც სხვა ადამიანებს ეუბნები. მნიშვნელობა არ აქვს ეს პროდუქტი ამ მომსახურება თუ რა არის. ამიტომ თავარი არ არის არც შექმნა, არც ადამიანებისთვის რაღაცის მიწოდება. თავარი არის რომ თუ გრძელვადიან თუ უყურებ რაღაცას, ამ ნიადაგზე დადგენ მყარად და ზუსტად იცოდე რატო გინდა, რატო არის შენთვის პირველ რიგში რატო არის ფასეული ის რასაც ხვევს თავაზობ რა. და ეს ქმნის ერთ მეორე ამბავი არის აი კიდევ ამბობ ურთიერთობაში შესვლა პერსონალურად. იპოვო გზა რომ შეხვიდე ადამიანებთან, იმათთან, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს B2B კომპანია, შეიძლება არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ვისთანაც შენ გინდა კომუნიკაცია, მხოლოდ პასიური ინფორმაციაზე არ გათვალო, ანუ რაღაც ფორმა, რაღაც არხი იპოვო, რომელთაც ამ ადამიანებთან რეალურ ფიზიკურ კომუნიკაციაში შეხვალ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როგორც ალმა შორს წავიდეთ, სკროლოთ, ანუ twin-ი დავტვირთოთ რაღაც გარე ინფორმაცია, ჩვენ სხეულებში ვცხოვრობთ. ამიტომ სხეულებრივი გამოცდილება არის ყველაზე მყარი რამ, რასაც შეგიძლია გრძელვადიანად დაეყრდნო. რაც ხდება ადამიანისთვის მისი რაღაც მის ცხოვრების ნაწილი. და მესამე არის ჩვენ შეიძლება მარტივად დაგვაუწყდეს ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი რამ, რაც თუნდაც ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ არასოდეს დაგვაუწყდება ის, სადაც თავი მთავარგმირებად ვიგრძენთ. და ამიტომ ჩემთვის ამ ურთიერთობაში ნიშნობა არ აქვს ადამიანთან, ანუ რა პოზიციიდან ავიღებთ რა, სიტყვაზე მეგობართან ურთიერთობ, ოჯახის წევრთან ურთიერთობ, ბავშვთან, დიდთან თუ ბიზნეს პარტნიორთან, ჩემთვის არის ხოლმე პირველი ამოცანა, რომ ამ ადამიანს ჩემთან ურთიერთობაში ვაგრძნობინო თავი მთავარ როლში, რომ ის არის მთავარი და არა მე. მე ვიყო უფრო მეტად მსმენელი, მიმღები, მაგრამ შენ გაგრძნობინო თავი, რომ შენ ხარ მნიშვნელოვანი. და თუ ამას აღწევ, მაშინ ეს ურთიერთობა თავისთავად ხდება ძვირფასი. ეხლა რაღაცები ამომიტივტივდა თავში და მინდა რომ რაღაცა შენერთად ამაზე ვიმსჯელო. ანუ ერთი ნაწილი გეთანხმები იმ ნაწილში, რომ ზოგადად ემოციურ ნაწილზე აქცენტის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც მარკეტინგის მხრივ რო ავიღოთ, რატო აკეთებენ ბრენდები ემოციურ ვიდეო რგოლებს, ხო? აი რაღაცა რომელიც შეიძლება გულს აგუჩუყებს, გულს გაგვითბობს და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება პროდუქტულად იმ ბრენდთან ეს ემოციური რეკლამა საერთოდ არ იყოს კავშირში, მაგრამ რეალურად ადამიანებს ჩვენ ის ბრენდი გვამახსოვრდება იმ ემოციასთან ერთად, რომელიც ასე ვთქვათ ამ სარეკლამო რგოლის ყურების შემდეგ მივიღეთ და რაღაცა ჩვენ ქვეცნობიერში უკვე მე ეს ბრენდი რაღაც იმ ემოციასთან ახლოს გახსენდება ხოლმე და რაღაც ერთგვარი ხრიკია ესე რომ ვთქვათ ადამიანის გულთან ახლოს რომ მივიდეთ და რაღაცა ბრენდი უფრო მეტად მივიდეს კომპანიასთან. და მეორე ნაწილი, რაზეც საუბრობდით, თქვენ ახსენეთ რაღაცა პირადი ურთიერთობით როგორ აგრძნობინე ამ ადამიანს თავი. ხანდახან არის ხოლმე რომ მე მქონია შემთხვევა, მაგალითად თითქოს ტიპაჟურად ორი ერთნაირი ადამიანი რო შეხვდება ერთმანეთს და ამ ადამიანებს ახასიათებთ საკუთარი თავის წარმოჩინება პირველ რიგში და არა მოსმენა მეორე ადამიანის რა და ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ ურთიერთობები მალევე მთავრდება ხოლმე. ალბათ ეგ არის რაღაცა პოლუსების პოვნა და შეიძლება რაღაც რჩევასავით თუ გამომივა, არ ვიცი, ის რომ მიუხვდეთ პირველ რიგში როგორი ადამიანია, ვისაც ვესაუბრებით და მივცეთ საშუალება თუ ის ადამიანი არის რაღაცა უფრო ეგოსკენ მიმართული უნდა თავისი პრეზენტაცია გაიკეთოს, ჩვენ მივცეთ ამის საშუალება, არ ვიყოთ ჩვენც იგივე პოზიციაში, იმიტომ საბოლოო ჯამში ვერც ერთი მხარე ვერ წაიღებს ვერაფერს რა, იმიტომ რომ ბიზნესში ხომ მნიშვნელოვანია რეალურად რაღაცა გამოვიდეს ამ ურთიერთობიდან, ეს ხო რაღაცა შეიძლება პირად ურთიერთობებზე არ ვთარგმნოთ, მაგრამ საქმეში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ნუ ალბათ ეს ღონისძიებაც მაგისთვის არის, რომ შევხვდეთ უამრავ ადამიანს, უამრავი ეგოს მქონე ადამიანს,
რომელსაც რაღაცა გასაღებებს უპოვნით, ჩვენ თავს სწორად შევთავაზებთ და საბოლოო ჯამში რაღაცა სასიკეთოს წავირებთ აქედან და ანალოგიური რაღაცა ის აქედან გამომდინარე მაკითხვა, აი თქვენთვის პირადად ხართ ბიზნესის და მფლობელი, ну გარდა იმისა მწერალი და ასე შემდეგ, ანუ რა როლი აქვს დღევანდელ ღონისძიებას თქვენთვის, აი რა გინდათ რომ აქედან წაიღოთ? ოკეი. კი, როგორ არის, იცი, ჩემთვის არის პერსონალურად ვიტყვი, ჩემთვის რატო არ აქ ანუ რა მინდა ამ სიტუაციიდან ასე ვთქვათ. მე მინდა რომ გავიგო ადამიანების, ანუ პირობითად ვამბობ რა, მე როცა ლიტერატურულ სამყაროში მოძრაობ, მე ვიცი იქაური ენა. მე ვიცი ადამიანები როგორ ლაპარაკობენ, რაზე ლაპარაკობენ, რა უყვართ, რა აწუხებთ და შემიძლია კომუნიკაცია სწორად ვაწარმო. მე აქ მაინტერესებს არა რამე კონკრეტული ბიზნეს გარიგების დადება ან რაღაც რამე მერკანტილური რო აქედან წავალ და გარიგება მექნება. არა, მე მაინტერესებს რომ შევხვდე ადამიანებს, რომლებთანაც ხშირად მიწევს კომუნიკაცია მესენჯერის ჩატით, WhatsApp-ით, ტელეფონით, კომპიუტერის ეკრანის მიღმა, მაგრამ რომელსაც სახეზე შეიძლება არც ვიცნობდე, შეიძლება არც ვიცნობდე და აი ზუსტად ეგ გავაკეთო, რასაც მე ვეუბნები ჩემ პარტნიორებს, თქვათ, მე არ ვეძახ ხოლმე კლიენტებს, რა ჩვენ პარტნიორებს ვეძახ, იმიტომ რომ პარტნიორული ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა სტანდარტული სერვისი არ გვაქვს მივდივართ, უსმენთ კომპანიას, ვიაზრებთ კომპანიის ამბავს, ანუ გულის გული რა არის მათი ამბის და მე აქედან პოულობთ ინდივიდუალურ მეთოდს და შესაბამისად ჩემთვის არის ადამიანების გაგება ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, რომ აი ცოცხალი კომუნიკაცია დავამყარო და მათი ენა გავიგო, მათი სურვილები გავიგო, აი ამ ინტერაქციაში ვიყო ადამიანებთან. ადამიანი არის მთავარი. მე საერთოდ ღრმად მწამს ეგ, რომ თუ ადამიანები არ გიყვარს და გულწრფელად არ გინდა რომ ამ ადამიანებს ემსახურო, ამ ადამიანებს რაღაც სიკეთე მოუტანო, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. რასაც აკეთებ იმით მოუტანო რაღაც სიკეთე. შეუძლებელია რომ გამოგივიდეს და ეს ადამიანები რომ ეგ რო გულწრფელი იყოს და გიყვარდეს და აი ეს მართლა იგრძნო ეს შეგრძნებები, არაფერი ისეთი ძვირფასი არ არის, როგორც პირისპირ შეხვედრა. ახლა მე შეიძლება 20 ვიდეოს ვუყურო შენი პოდკასტის მაგალითად, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის დაუვიწყარი იქნება, ხო? ყველა ვარიანტში, ანუ რაც არ უნდა შენი ფანი ვიყო ეკრანიდან. დღეს რო შეხვდი ხელი ჩამოგართვი გაგიცანი პირობითად. ეს 10 წლის მერეც მომიტანს რაღაც ემოციას შენთან დაკავშირებით და ეს ყოველთვის უფრო ნაღდი იქნება, ვიდრე ჩვენი ურთიერთობა, როცა შუაში უბრალოდ ეკრანი. ხო, მესმის. ამიტომ ეგ მინდა აქ და ამიტომ მეძვირფასება ნეტვორკინგი, რომ მაგის შესაძლებლობას გაძლევს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამდენ კომპანიასთან, ამდენ ადამიანთან ესე შეიძლება ვერ მიხვიდე რა, ყველასთან პერსონალურად. ეხა გამიჩნდა რაღაცა ესეთი კითხვა და მგონია რომ ვის უნდა ვკითხო თუ არა შენ, ეს კითხვა შენ მგონია რომ ყველაზე კარგად მიპასუხებ ამაზე რა. აი ქართველებს ხანახან მგონია რომ ნეტვორკინგი გვიტყდება. ანუ აი რაღაცა თითქოს კომპლექსები გვაქვს, როცა აი არ ვიცი ეს ბევრნაირად შეიძლება ფორმულირება გავუკეთოთ ამას, მაგრამ აი ხანახან აი ვერ მივალ რა ვიღაცა უცხო კაცთან, რომელიც ვიცი რაღაც კომპანიის დამფუძნებელია, აი რა ეხა ანუ ვიღაცა მჭირდება მესამე, რომელიც მე გამაცნობს ამ ადამიანს და აი რაღაც უფრო თითქოს უცხოეთში უფრო არის ეგ კულტურა, რომ მიხვალ და წარსდგები ამ ადამიანის წინაშე და რაღაც ხელშემოერთმა გაიცნო მე ეს ვარ და თითქოს ეს ჩაულებრივი მომენტი, ანუ ეს არავის არ გაუკვირდება, მაგრამ საქართველოს თითქოს ეს შიში არსებობს, რომ ახლა მე იმან არ მითხას, რომ აი ვინ არის და რა საიდან მოვიდა და რა შუაშია და თავი დამანები და რაღაცა თითქოს რაღაცა ეს ბლოკერები გვაქვს შიგნით რა და არ ვიცი ეს ქართული ინსაიტია თუ შეიძლება საერთაშორისო ინსაიტიც იყოს, არ ვიცი და ბევრს რცხვენოდეს და ვერ აბიჯებდეს საკუთარ თავს, რომ ჩაულებრივი ამბავია ნეტვორკინგ ჯორჯიას ღონისძიებაზე ვართ და აქ ნებისმიერ ადამიანთან რომ მივიდე და გამარჯობა ხელი ჩამოვართო და გავეცნო, ანუ არ ტერხავს. აი რას ფიქრობ აგას? იცი არის ორი რამდენიმე ფაქტორია რა. ერთი არის ის, რომ ჩვენ ზოგადად ვართ ძალიან თეატრალური კულტურა. ანუ აი ჩვენ რიტუალებს რო დავაკვირდეთ, ტრადიციებს რო დავაკვირდეთ, აი ყველაფერი ძალიან რიტუალურია რა. და მე ვამბობ ხოლმე, რომ არსად ისეთ მნიშვნელობას არ ანიჭებენ აი ზრდილობას, აი ზრდილობე. აი სულ ხდება ხოლმე კურსში, რომ აი ვიღაცა 7 კაცი მოკლა და მეზობელს წერენ და გამარჯობას ვერ დაასწრან. შენ თუ ზრდილობიანი ხარ, აი
თავარი რაღაცაა და ეს ძალიან განაპირობებს ამას, რომ ერთის მხრივ ძალიან კარგია, მე ძალიან მიყვარს გიждები ქართული კულტურის აი ამ ნიშანზე, რომ შენ უნდა იყოს რძდილობიანი და აი ეს ფორმალური მხარე დაიცვა. ეს ძალიან მაგარია, მაგრამ მეორე მხარე არის, რომ აჩენს ამ როგორ თქვა, ბარიერებს, როცა შენთვის არაორდინალური ხდება და შენთვის არაორდინალური ხდება რაღაცები, რომელიც ამ კულტურაში ესე არ წერია და ჩვენ ხო ეხა რაღაცა გზებს გავდივართ, რომელიც ძალიან ახალია და twin-ში ამ კულტურულ კოდში თუ არ არის, როგორ უნდა მოიქცე, ეგრევე იბნევი რა და ეს რო გადავახო ძალიან მარტივია მიხვდე რომ ადამიანურია რა ანუ გაფეილების შიში ასე ვთქვათ უნდა იყოს ნაკლები რომ შენ მიხვიდე და კი რა თქმა უნდა მაგის არგოთობა არსებობს რომ ეს ტიპი შემოგხედავს და ამას რაღა უნდა რა შეიძლება დაღლილია შეიძლება კბილისტკი ვარ რავი მილიონი ფაქტორი არის გამოც შეიძლება მიუღებლობა კონდეს მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში არ ექნება იმიტომ რომ შენ ხო არ გაქვს მე მაქვს ხოლმე ეგის რომ მე ძალიან მიყვარს როცა ადამიანები მოდიან და მეუბნებიან რომ აი ელემენტარულ რაღაცას რა რომ რაღაცა შენმა ერთმა სიტყვამ რაღაცა ჩემში აანთო და უშო მე ისე ეგეთ მოტივირებულს არაფერი არ ხდეს იმიტომ რომ ადამიანს ხო სულ გეპარება ეჭვი შენ თავში რაც უნდა წარმატებული ტიპი იყო სულ გეპარება ეჭვი რომ სწორად აკეთებ იმას რაც აკეთებ ანუ ეს ღირებულია და ხანდახან აი ზუსტად ეგ რო ვიღაც მოდის და ელემენტარულად ხელს ჩამოგართვეს და გაგირიმებს და გაგზნობინებს რომ რავი რაღაცას რაც წაკეთებ მისთვის ფასი აქვს ეს ძალიან გმუხტავს და ეს ყველას ქსიამოვნებს ამიტომ ამ პოზიციიდან უნდა იფიქრო და არა იმ პოზიციიდან რომ ვიღაცა თუმცა ამავე ქართულ კულტურაში არის ხოლმე მეორე უკიდურესობა რომ შეიძლება მართლა აი დაღლი ნამგზავრი სადღაც იჯდე შენთვის და აი უცბად გინდოდეს ორი უტმა შეჭამო და დაგადგეს ვიღაცა და 3 საათი გეპატიჟოს რომ წამოჩემთან დავლო ეგ მეორე ხარია რა არა ეგეც ის არის კულტურის ნაწილია ხო ამიტომ მე მგონია რომ სინაღდე არის მარტივი რა ყველაზე მარტივი ყოველთვის არის იყო ნაღდი და ნაღდობა რა არის რომ შენ ხარ ადამიანი მე ვარ ადამიანი რავი არ ჩენი კმინები არც მე ვიკმინები და როგორც შენ ხარ კეთილგანწყობილი მეც კეთილგანწყობილი ვარ და ხა ეგ ყოველთვის შეიძლება მოხდეს რომ ადამიანი იყოს ანუ გუნებო ან სუთხასიაზე და რაღაც მაგრამ ამის არ უნდა შეგეშინდეს ეგეც ადამიანობის ნაწილია რომ ვიღაც შეიძლება არ იყოს ისეთი გახსნილი როგორც შენ გინდა რომ იყოს მაგრამ ოკეია ხო, პრინციპში აი ბიზნესშიც ეგრე ითარგმნება, რომ თუ გულწრფელად იწყებ კომუნიკაციას და გულწრფელი ურთიერთობები ბიზნესშიც კი ბევრად ხანგრძლივი და შედეგის მომტანიარი, ვიდრე რაღაცა ხელოვნურად რომ რაღაცაც არ უნდა ეცადო და ასე ვთქვათ დააფეიქო, საქმეში ეგ ყველაფერიც ლინდება ხოლმე და ჩანს და საბოლოო ჯამში შედეგზეც აისახება ხოლმე. აი ბოლოსკენ მინდოდა მეკითხა და მინდა რომ ყველა სტუმარს დაუსვა ეს კითხვა. ერთგვარი ესე რო ეძახიან დღევანდელ თანამედროვეობაში red flag-ებს, ანუ რაღაცა ქართულად არ ვიცი როგორ შეიძლება ითარგმნოს ეგ. რა შეიძლება ურჩიოთ ადამიანებს ურთიერთობის ნაწილში, რაც არ არის რეკომენდირებული, რომ არ ვიცი, გააკეთოთ, თქვა, შეიმჩნიო, არ ვიცი, აი რა როგორ შემოსაზღვროთ მაგაზე უკვე თქვენგან მოვისმენდი თუ გაქვთ რამე ისეთი რასაც ჩემის სახით გაუზიარებდით ჩვენს მაყურებელს ორი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რა გულწრფელი მოსმენა ანუ ადამიანი როდესაც შენთან იწყებს კომუნიკაციას ძალიან მნიშვნელოვანი არის ან შენ როცა იწყებ ვიღაცასთან კომუნიკაციას მიხვდე ადამიანი გულწრფელად გისმენს თუ არ გისმენს თუ არ გისმენს ეგ არის წითელი ხაზი რომ ცრარი ანუ ტყუილა ხარჯაო ენერგიას რა არ არის სოციალური კომუნიკაცია შენი მხრიდანაც იგივეა რა მე მივდივარ ხოლმე იქ რომ თუ არ მინდა შენი მოსმენა მირჩევია რომ გაგაჩერო და გითხრან გულწრფელო არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმპულსი თუ გინდა რომ შედეგი იყოს ამ ურთიერთობაში არ აქვს ურთიერთობას მნიშვნელობა მაგრამ თუ გულწრფელობის ნაწილი არ არის და როგორ თქვა რა უპირობო აღიარება მეორე მხრიდან თუ არ გრძნობ რომ ვიღაც ადამიანი შენი როგორც ადამიანის ღირსებას უპირობოდ აღიარებს არ აქვს მნიშვნელობა რა შენ რაღაცა მაღალ შემოსავლიანი ტიპი ხარ დაბალ შემოსავლიანი ტიპი ხარ რა პოზიციაზე მუშაობ ანუ მეორე მხარესთან კომუნიკაციაში თუ არ გრძნობ, რომ ის ადამიანი შენი რაობის მიუხედავად, აი ამ რაღაცების მიუხედავად, შენ ადამიანურ ღირსებას უპირობოდ აღიარებს, ეგ არის უდიდეს წითელი ხაზი, ეგრევე უნდა გაერიდო. სიტუაცია, სადაც ადამიანების მიმართ პატივისცემა არის სეგრეგირებული, იქ ჯანსაღი არაფერი არასოდეს არ მოხდება. არც კომპანიაში, არც ოჯახში, არც საერთოდ.
ეგ არის ჩემთვის ხოლმე აი ძალიან თავარი წითელი ხაზი სადღაც ფეხს რო დავდგამ, რო შევხედავ თუ იმ სივრცეში სიტყვაზე მათი აზრით დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანს ან უხეშად ექცევიან, ან ცუდად ელაპარაკიან, მე ხვდები რომ ესე იგი ეს არასწორი ხალხია რა, ანუ ადამიანის ღირსებას არ აღიარებენ და პირადი სივრცის ან ცხოველს. ხო, რა თქმა უნდა. და მეორე არის პირადი სივრცის დაცვა, ეს არის აი ალბათ ყველაზე, იმიტომ რომ ეგეც მანდ მოდის რა, იმიტომ რომ თუ მე ბევრი რამე შემიძლია მოვიტყუო, მაგრამ თუ შენ პირად სივრცეს არ ვაღიარებ, ესე იგი პატივისცემა ყალბია. მე შეიძლება გაგიღიმო, ხელი ჩამოგართო, ამის მოტყუება ადვილია. მაგრამ შენ პირად სივრცეს თუ არ ვცემ პატივს, აი მანდ უკვე მეორე ეს შემოდის რა. და პირადი სივრცე რა არის, ხო? ელემენტარულად როგორ დგები ადამიანთან, რა დისტანციიდან ელაპარაკები. რა ელემენტარულ დეტალებში გამოიხატება. ეგ არის მეორე წითელი ხაზი, იმიტომ რომ თუ შენ პირად სივრცეს ადამიანი არ იცავს, ესე იგი შენ ადამიანურ ღირსებასაც პატივს არ ცემს სინამდვილეში და მანდაც ჯობია რომ გაერიდო. საერთოდ ხო ეგეთი მაგიტო არის რომ ეგეთი რაღაცების პერსონალურ დონეზე გაგება არის უფრო ადვილი ვიდრე დისტანციაზე. ძალიან საინტერესოა მადლობის მეტი რამე თქმის. მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დარწმუნებული ვარ ისიამოვნებთ დღევანდელი ღონისძიებით და არაერთხელ შევხვდებით დღეს კიდევ. ჩვენ დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე და შევხვდებით უკვე ახალ სტუმრებთან ერთად დროებით.